კლუნების ფონდის შეფასებით ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელის გასამართლებამ და გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია ჟურნალისტის უფლება სამართლიან სასამართლოზე და წარმოადგენდა სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენებას. ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს ფონდში შემავალი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა უწევდა. ბათანგარიში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებულმა სისხლის სამართლის საქმემ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა გამოავლინა და სერიოზულად შეარყია როგორც მისი პატიმრობისა და გასამართლების პროცესის სამართლიანობა, ისე მისი გამამტყუნებელი განაჩენი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ. კლუნების ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზეც ეს ხარბეზები არ გამოსწორებულა, რაც მართლმსაჯულების პროცესის ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს. სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებამდე ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის და უზრუნველყოს, რომ სასამართლოები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლად მოქმედებდნენ.